კარგია პოლიტიკაში. კი, რატომაც არ უნდა იყოს. კი, როგორ არა. რა თქმა უნდა. სიასət და olmalı parlamentdə. Აბა არის აფარი. Olmur. Olmalı. Olmalıdır, niyə olmalıdır? მოგესალმებით მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქალი და პოლიტიკა. დღეს ალბათ პირველად არ მოისმენთ, რომ ქალის ჩართვა პოლიტიკაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. თუმცა დღესდღეობით ეს საკითხი სამთავრობო თუ არასამთავრობო დონეზე კვლავ აქტიურად განიხილება. არის თუ არა ქალი იქ, სადაც ჩვენი სოფლის მუნიციპალიტეტის თუ ქვეყნის ბედი წყდება. არის თუ არა ქალი იქ, სადაც ბიუჯეტის პრიორიტეტები განისაზღვრება. არის თუ არა ქალი იქ, სადაც ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოებისა თუ მშვიდობის საკითხები წყდება. ქალები პოლიტიკის დაგეგმაში გამოხატეთ თქვენი აზრი და დარეკეთ ნომერზე 22 15 92. მე წარვადგენთ სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან იდა ბახტურიძე, ქალთა ფონდი საქართველოში, თამარ მჟავანაძე, უბრალოდ აქტიური მოქალაქე და სამირა ბაირამოვა, ასევე ახალგაზრდა აქტიური მოქალაქე. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ თუ გაქვთ თქვენი თუ გსურთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, ქალი უნდა მონაწილეობდეს თუ არა პოლიტიკაში, პოლიტიკის დაგეგმაში, ბიუჯეტის განსაზღვრაში თუ სხვადასხვა საკითხებზე, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 22 15 92. ქალბატონო იდა, პირველი კითხვით თქვენ მოგმართავთ. თქვენ ბრძანდებით ქალთა ფონდი საქართველოში და უკვე დიდი ხანია მუშაობთ ამ პრობლემაზე. მოკლედ რომ განვუმარტოთ მაყურებელს პირველ რიგში, რას უგულისხმობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალები უნდა ჩაერთონ პოლიტიკაში? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ თემაზე აკეთებთ გადაცემას, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტუალურია ეს საკითხი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტიურობა ქალის პირველ რიგში გულისხმობს ქალების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რას გულისხმობს ეს? ანუ იქ სადაც წყდება ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები, თუ რაიონის, იქნება ეს თუ რეგიონის, იქ უნდა მონაწილეობდეს ქალი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ ქალები და დემოკრატიულობის ხარისხი სწორედ განისაზღვრება იმით, რომ ყველა ჯგუფი იმ გადაწყვეტილებაში უნდა მიიღებდეს მონაწილეობას, რომელსაც შემდგომში ყველას გვიწევს ცხოვრება და თანაცხოვრება, ხომ? ანუ გულისხმობს იმას, რომ იმ რაიონის პოლიტიკის განსაზღვრაში, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაში ქალები უნდა იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. უნდა იყოს ბალანსი დაცული. ეს არ შეეხება მხოლოდ ქალებს, ხომ? შეეხება ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელს, რომლის ინტერესით შემდგომში უნდა იყოს დაცული. ეს იქნება ქვეყნის პარლამენტი, ეს იქნება რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განსაზღვრა თუ ასე შემდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქალების პოლიტიკური აქტიურობა და ეს არ ნიშნავს მხოლოდ, რომ ქალი კანდიდატების რა თქმა უნდა ეს არის. რატომ ვართ ცუდად თუ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში? დღეს პოლიტიკური ცხოვრება მაინც დუხს, მაინც ვითარდება ქვეყანა. მე არ ვამბობ კარგად თუ ცუდად, ანუ პოლიტიკური ცხოვრება მიდის წინ. რატომ ვარ ცუდად თუ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში? მე სხვანაირად დავსვამდი კითხვას, ანუ რაც თქვათ მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იქ სადაც ქალები მონაწილეობენ, იქ პოლიტიკური დღის წესრიგი არის გაცილებით სხვანაირი. მაღალი პოლიტიკური კულტურაა. დღეს ვერ ვიტყოდით საქართველოში, რომ ეს პოლიტიკური კულტურა მაღალ ხარისხს აღწევს, ხო? მაშინ დავსვათ ესე საკითხი, რა რისი ბრალია, რომ არ გვაქვს ეს მაღალი პოლიტიკური კულტურა. ანუ იქნება იმის ბრალია სწორედაც, რომ არ გვყავს წარმომადგენლობით ორგანოებში საკმარისი ქალები. ისინი არ მონაწილეობენ, პოლიტიკა არის მეტად აგრესიული დღეს საქართველოში, არის არაკომპრომისული. აი ეს არის სწორედ მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები ასე თუ ისე წარმოდგენილი არიან და ბალანსი დაცულია, იქ გადაწყვეტილებები უფრო მიდის კონსენსუსის გზით. მეტად არის სხვა ჯგუფებს შორის დიალოგის პრაქტიკა და ეს საქართველოში სამწუხაროდ არ ხდება, ეს ხო რეალობაა რა. ანუ ესეც არის ერთ-ერთი მანიშნებელი, რომ ქალები რეალურად ვერ ქმნიან კრიტიკულ მასას და შესაბამისად პოლიტიკაც არის პოლიტიკური კულტურაც არის მაღალი. მე როგორც რიგითი მოქალაქე, რას ვიგრძნობ თუ უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში ჩართული? მე როგორც ნონა სამხარაძე
ვიგრძნობ ამას? რა თქმა უნდა, იგრძნობს პირველ რიგში, ეს არის პირველ რიგში რატომ არის მნიშვნელოვანი ქალები მონაწილეობდნენ პოლიტიკაში. ეს თვითონ ქალისთვის არის, იმ ქალისთვის, ვინც მონაწილეობს პოლიტიკაში. წარმოიდგინეთ, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ იმ ადამიანს, აქტიურ ადამიანს რაღაცა მუშაობის სფეროები, იმის გამო რომ თქვათ ითვლება რომ პოლიტიკა არის კაცის სფერო, ხომ? მაგალითად მე ადამიანს, რომელსაც მინდა და ვარ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. რატომ უნდა გადავწყვიტო მხოლოდ იმის გამო რომ არ წავიდე პოლიტიკაში, რომ ეს ჩავთვალო რომ არის კაცის სფერო, ანუ იმ თავითვე განსაზღვრულია სფეროები და სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს რაღაცა სამუშაო სფეროს ადამიანისას. მხოლოდ ეს არის პრობლემა, რომ პოლიტიკა ბრჭყალებში რომ თქვათ აღიარებულია კაცის სფეროდ. მხოლოდ ეს არის ბარიერი. სტერეოტიპებია კი, ანუ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ანუ ქალები იზრდებიან ისე, რომ პოლიტიკა რას გულისხმობს, ანუ იქ გარკვეულად ლიდერები მიდიან, ხომ? და ლიდერები გამოდიან ამ პოლიტიკიდან. ქალები იზრდებიან ისე, რომ მათ ლიდერობისთვის არ ზრდიან ქალებს. ქალებს მოდით ვაღიაროთ სხვა რამისთვის ზრდიან საქართველოში. ის უნდა იყოს, შეიძლება მიიღოს განათლება, მაგრამ უნდა იყოს პირველ რიგში ოჯახის დედა, ეს ძალიან კარგია, ოჯახის დიასახლისი, მაგრამ ამის იქით მას არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ თუნდაც რაღაცა პოლიტიკურ დებატებში მიიღოს როგორც დამოუკიდებელმა შემდგარმა ადამიანმა მონაწილეობა, იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური მნიშვნელოვანი ფიგურა, ან წარმოადგენდეს რომელიმე რაიონის ან თქვათ რეგიონის მნიშვნელოვან წარმომადგენელს რომელიმე თქვათ იქნება ეს რესპუბლიკის მასშტაბით თუ საერთაშორისო მასშტაბით. ანუ ეს ითვლება რომ არ არის ქალისთვის ეს არის სტერეოტიპული შეხედულება. კი ბატონო, აღზრდას მე როგორც ხვდები ახლა თქვენ ხას უსვამთ აღზრდის პრობლემას, რომ ქალებს არ ზრდიან როგორც ლიდერს და მომავალ პოლიტიკოსებს და მამაკაცებს ყოველას მეც ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ბიჭებს ეუბნებიან, რომ შენ მომავალი დიპლომატი ხარ, შენ მომავალი პოლიტიკოსი ხარ, ხოლო ქალებს იშვიათად ამყოფებენ ესეთი ეპითეტებით, რომ შენ მომავალი პოლიტიკოსი ხარ, შენ მომავალი დიპლომატი ხარ. კი ბატონო, თუმცა მარტო თქვენ როგორც ექსპერტი მაინტერესებს, მხოლოდ აღზრდის ბრალია ეს, იქნებ ქალი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც თავიდანვე მოუმზადეს ნიადაგი მას ლიდერობისთვის, თავიდანვე მოუმზადეს ნიადაგი, რომ ის იყოს აქტიური, ჩართული პოლიტიკაში და არ არის დღეს ეს ადამიანი ჩართული პოლიტიკაში. კი, გეთანხმებით, ანუ სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მე მაგიტომ დავიწყო, რომ ანუ სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რატომ არ არის ქალი დღეს პოლიტიკაში. პირველი არის ის, რომ თვითონ ქალებს არ უნდათ და ეს რატომ არ უნდათ, აი ამ აღზრდის და სტერეოტიპების ბრალია პირველ რიგში. მეორე ის, რომ თვითონ საზოგადოებას არ უნდა. ესეც გარკვეულწილად სტერეოტიპებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ არის კეთილგანწყობილი პარტია, ვთქვათ, ქალი პოლიტიკურად აქტიური რომ გახდეს, პირველ რიგში პარტიაში უნდა შევიდეს, ხომ ასე? ანუ პარტია არ ხდება მას კეთილგანწყობილი. მას თუ დავაკვირდებით ახლა დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს, ქალები იქ ძირითადად ასრულებენ ადმინისტრაციულ როლს, ან რაღაცა PR-ის ფუნქცია აკისრიათ. ანუ როგორც ქალი ახლა მე თუ მე მუქრება ეს თქვათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, შეიძლება სულაც არ მქონდეს სურვილი, რომ აი ამ პოზიციებზე მქონდეს მუშაობის შესაძლებლობა და დაწინაურების შესაძლებლობა არ მქონდეს. რატო ვერ ვწინაურდები? ანუ ეს სწორედ მაგის ბრალია, რომ პოლიტიკური დღეს გაცხადებული რაც არის გენდერული პოლიტიკა საქართველოში, რეალურად ეს არის მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე. ანუ იქაც ითვლება, რომ ეს სტერეოტიპები გავლენას იმდენად ახდენს, თუნდაც ამ სამთავრობო წრეებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, რომ ისინი თვლიან, რომ ქალები რაღაცნაირად ვერ შეძლებენ თავი გაართვან, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის და შესაბამისად ყავთ ისეთ თანამდებობებზე პრინციპში, რასაც ყველაზე მეტი შრომა ჭირდებათ, ყველაზე დიდი მოთმინების უნარი ჭირდებათ და იქაც ფინანსები, სადაც დებატები, სადაც რაღაც აზრის მოსმენა ხდება, იქ ქალებს არ უშვებენ. ეს თვითონაც, ისევ და ისევ მე ვთვლი, რომ აი სტერეოტიპების გამო, იმიტომ რომ ამ სტერეოტიპებში ვიზრდებით ყველა, ხო, რა მნიშვნელობა აქვს ის პარტიის წარმომადგენელი იქნება, ქალი იქნება, კაცი იქნება თუ ასე შემდეგ.
ეს არის ვისი პასუხისმგებლობაა? თქვენ უფრო მეტად ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას იმაში, ან ვის ადანაშაულებთ იმაში, რომ დღეს ქალები არ არიან პოლიტიკაში ჩართული, თუნდაც ის, რომ 150 დეპუტატიდან პარლამენტის პარლამენტარებიდან მხოლოდ 9 არის ქალი. ვისი დანაშაულია, ესე ვთქვათ, ბჭყალებში? იცით რა არის ხა, ერთ-ერთი კვლევის მონაცემით, მაგალითად 70%-მდე გამოკითხულ ადამიანების ამბობს, რომ ქალ კანდიდატს მისცემდა ხმას. ანუ ეს და სინამდვილეში პარლამენტში გვაქვს სხვა რეალობა დღეს, ხომ? ანუ ჩემი აზრით, პირველი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს. მე როგორც სამომრჩეველს, თუ არ შემომთავაზებენ ქალ კანდიდატს, შესაბამისად ვერც ავირჩევ, რომ მქონდეს სურვილი, ხომ ასეა? ანუ და არის რა თქმა უნდა მთავრობა, რომელიც მთავრობის და სამოქალაქო სექტორის ურთიერთ თანამშრომლობის შედეგად უნდა ხდებოდეს ამ გენდერულ საკითხებზე მუშაობა. სამოქალაქო სექტორი ვიცით რომ აქტიურობს, ბევრი ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხში, მაგრამ შესაბამისი ინტერესი პოლიტიკური ნება არ არსებობს სამწუხაროდ. ანუ ჩვენი პოლიტიკური რეალობა იქნებ საზოგადოების მოთხოვნაც არ არის. საზოგადოების კი ბატონო, კვლევა მაჩვენა რომ მოთხოვნას, ანუ დაუჭერ თუ არა ქალ კანდიდატს მხარს. კი ბატონო, დავუჭერ. ეს ცოტა ისეთი შეკითხვა, რომ უცებ პასუხს გასცემ კი. იქნებ საზოგადოებისგან არ არის ისეთი მოთხოვნა ან მომზადებული ნიადაგი, რომ მე მოვთხოვო რომელიმე პარტიას, იცი მე შენ მხარს არ დაგიჭერ თუ შენ პარტიულ სიაში ვერ ვნახავ ქალებს. იცით რა არის, მთავრობის პასუხი, როდესაც გაისმის ხოლმე რომ იცით რა, თვითონ ქალებს არ უნდა და საზოგადოებას არ უნდა, ჩემი აზრით ეს არ არის პასუხი. როდესაც გაქვს პრეტენზია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ჩვენ ახლა იგივეა რომ ვთქვათ, რომ იცით რა, ეთნიკურ უმცირესობებს არ უნდათ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენ მათ უნდა შევეშვათ. ეს იგივე განცხადება იქნება. ეს ხომ ამას ხომ დღევანდელი პოლიტიკური არც ერთი თავმოყარე ლიდერი ამას არ იტყვის, ხო? იმიტომ რომ ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ შენ როგორც ქვეყანას გაქვს პრობლემა, თუ მოქალაქეებში არ არის ამისი სურვილი, უნდა იმუშაოს სწორედ იმისთვის არსებობს პოლიტიკა, პროგრამები, რომ შენ ამ მიმართულებით ესე იგი გაქვს პრობლემები. ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოების მაჩვენებელი, რომ შენ არ გინდოდეს, არ გინდოდეს იყოს ყველა ჯგუფის ინტერესი გატარებული. ეს თუ საზოგადოებაში ესეთი აზრი არსებობს, ეს ესე იგი არ არის დემოკრატიული საზოგადოება, მაშინ ამაზე უნდა იმუშაოს ქვეყანა. ბოლო შეკითხვა და მეორე სტუმარზე გადავალ. ქალბატონო იდა, თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოში არიან საკმარისი რაოდენობა ქალების, რომლებსაც ანდობდით ქვეყნის? კი, მე ვფიქრობ რომ არიან საკმარისად მომზადებული ადამიანები და არ არის ჩემთვის არგუმენტი, როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკაში არ არიან პოლიტიკისთვის მომზადებული ქალები. მე იმიტომ რომ ვერ ვხედავ კაცებს, რომლებიც დღეს ჩემი ქვეყნის მართვის სათავეებთან დგანან, რომ არიან მაღალი პოლიტიკური კულტურის მატარებლები და ამ ფონზე ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანის მოძებნა შეიძლება ქალის, რომელიც უკეთესად ნამდვილად გაართმევდა თავს იმ პასუხისმგებლობას, რაც დღეს აგიხსნიათ. კი ბატონო, დიდი მადლობა. სანამ მეორე სტუმარზე გადავიდოდე, მინდა მაყურებელს მოუწოდო დარეკოს ნომერზე 221592 და თუ ფიქრობს რომ პოლიტიკა არის ქალის საქმე და აფიქსროს თავისი აზრი, ერთგვარად მაყურებლის აქტიურობაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ რამდენად ითხოვს საზოგადოება ქალის პოლიტიკაში ჩართვას. ქალბატონო თამარა, მარნეულის წარმომადგენელი ბრძანდებით. რა ხდება მარნეულში? თქვენ აქტიური მოქალაქე ერთ-ერთ სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობთ, მაგრამ სწორედ ხაზი გაუსვი იმას, რომ თქვენ ბრძანდებით აქტიური მოქალაქე, აქტიური ქალი. თქვენთვის რას ნიშნავს ქალის პოლიტიკური აქტიურობა და თქვენ რა დონეზე ბრძანდებით აქტიური?